ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიერ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებისთანავე რეზერვისტთა უმრავლესობამ სამხედრო ნაწილებში მისვლა გამოძახების გარეშე დაიწყო. მობილიზაციის ბრძანებიდან 24 საათის განმავლობაში ნაწილში გამოცხადება რეზერვისტის ვალდებულებაა. წინასწარი საბრძოლო მომზადება ყველა მათგანს გავლილი აქვს. შევეცდებით, რომ არავის არ დავუცოთ ჩვენი ტერიტორიები და ყოველთვის დავუცოთ ჩვენი ქვეყანა. მინდა რომ იყოს მშვიდობა, რა თქმა უნდა, მაგრამ არ გვეცლიან ამის საშუალებას და ჩვენს შესაბამისად მოვექცევით ისე როგორც გვექცევიან. ახლა კრიტიკა ეს არ მომწონს თავრობა, ეს ყველაფერი ხომ უნდა გადავდოთ, ყველანი ერთმნიშვნელოვნად უნდა დავემორჩილოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, კრიტიკა და რაღაცები მერე იქნება. ახლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე. აი ეს ტუტუცები, რომელიც ამდენ ხანს ჯიჯგნიდნენ ამ ქვეყანას, აი უნდა აილაგმონ. განწყობა არის საბრძოლო, დინჯი, რაჭული პირადად ჩემთვის. და ჩვენ მინდა რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ეს ყველაფერი და ამისთვის ყველაფერს გავიღებთ და მინდა რომ ყველა ცხოვრო ილოცონ ჩვენი სულებისთვის. ბაზიანის სამხედრო ბაზაზე რეზერვისტების ნაკადი დილიდან არ წყდებოდა. მათი საბრძოლო აღჭურვა სწორედ აქ მიმდინარეობდა. ბაზიანის ბაზაზე თავი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების რეზერვისტთა ბატალიონებმა მოიყარეს. ჩამოვიყვანეთ სრული მობილიზაცია გავაკეთეთ ყველა რეზერვისტის, რომელიც გადამზადებული იყო სწორედ ასეთი ამგვარი მოქმედებებისათვის, საომარი მოქმედებებისათვის. ახლა სად მოხდება მათი გაყვანა? შესაბამის დანიშნულების ადგილას აქ უკვე ჩაიბარებენ მათ შესაბამისი მეთაურები. შუადღით რეზერვისტების გასამხნევლად ბაზიანის ბაზაზე პრემიერ-მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი და სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში მივიდნენ. მათ ახალგაზრდებს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. დარწმუნდით სანამ აქ მოხვედით, რომ სრული სიწყნარეა ქალაქში. გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურად ესეთი ვითარება საქართველოს ყველა იმ რეგიონში, რომელიც ჩვენს იურისდიქციას ამ წუთას ექვემდებარება და ეს სიწყნარე სუფევს იმიტომ, რომ იცის საქართველოს ყველა მოქალაქე, რომ საქართველოს ყავს პროფესიული, კარგად გასწრებული, მოტივირებული და კარგად შეიარაღებული ჯარი და მას კიდე ყავს ამგვარადვე მოტივირებული, კარგად გასწრებული რეზერვი. თითეული თქვენი ცხოვრება არის ოქროს ფასი და იქ თითოეული ადამიანი ცხოვრება. ტერორისტი, რომელიც აღგენებდება დღეს მიმართეთ ჩვენ და ვუცხარით, რომ ვინც დადებს იარაღს და დაგუნებდება, იმისთვის ამნისტია გარანტირებული. დილიდან უამრავი ახალგაზრდა შეიკრება სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე. სენაკში სამეგრელოს ყველა რაიონიდან მოხალისეებიც მივიდნენ. ყველა რეზერვისტები მთელი ბატალიონის პირადი შემადგენლობა ყველანი მივდივართ კარგი განწყობილებით. ყველანი მივდივართ ვაჟკაცური განწყობილებით. ყველას რომ ჩვენი საკუთარი მიწაწყლისათვის ავიღოთ იარაღი და ჩვენი საკუთარი მიწაწყალი დავიცვათ. რა თქმა უნდა, ეს სავალდებულო არის, ეს არის ჩვენი ვალი არის, ბიჭებს ახალგაზრდები ვართ, ვაჟკაცი ბიჭები ვართ, ქართველები და ჩვენი ვალია, რომ წამოვიდეთ და ჩვენი ვალი მოვიხატოთ. ეს იქნება საქართველოს წინაშე და ჩვენი კაცური ვალიცაა, რა თქმა უნდა. რეზერვისტები შეიკრიბნენ ქუთაისში, ძორი ბატალიონი დავალების შესასრულებლად დილიდანვე გაემგზავრა. რამდენიმე კი ქალაქში რჩება და ბრძანებას ელოდება. ჩვენ ზადავართ და დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა და ასევე შევასრულოთ ნებისმიერ დავალება, რომელიც იქნება მითითებული, სრული მობილიზაცია გამოცხადებული და ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ზღაპყოფნას, რათა საქართველოს ტერიტორიაზე აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი. ქუთაისში ხდება სამხედრო ფორმებითა და იარაღით აჭარაში მობილიზებული რეზერვისტების აღჭურვა. სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით ქუთაისისაკენ ბათუმიდან ახალგაზრდები დილიდანვე დაიძრნენ. ქვეყნის დაცვის სურვილს მოხალისეები აქაც გამოთქვამდნენ. მე მინდა მოუწოდო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა ლექტორ მასწავლებლებს, პროფესორებს, რომ შევიკრიბოთ, გავიაროთ სამდღიანი მომზადება და წავიდეთ მოხალისეებად. იმიტომ რომ სადაც წვრილია, იქ გაწდეს, ნათქვამია და ჩვენს გვინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. უფლებამოსილება დროებით მოიხსნა საქართველოს პროფესიული კავშირების ხელმძღვანელობაში მყოფმა ყველა მამაკაცმა. ისინი რეზერვისტთა რიგებში ჩაეწერა.